მოგესალმებით, თქვენ ვიმყოფებით ახსე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი, ვაგრძელებთ PHP გაკვეთილებს, ბოდის გიხდით დიდი ხანი პაუზისთვის და ამ ვიდეოში ჩვენ ვნახავთ PHP-დან როგორ მივმართოთ მონაცემებს, ანუ როგორ მივიღოთ PHP-ში MySQL-ის მონაცემები. აქ მე შევქმნი MySQL-ში წინა ვიდეოში მონაცემთა ბაზა PHP tutorial. აქ მაქვს ცხრილი, აი აქაც ჩანს და აქაც. და ამ ცხრილში არის ეს მონაცემები, რომელიც ჩვენ წინაზე აი აქედან ხელით შევიყვანეთ. მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა ვნახავთ ამას PHP და როგორ შევიყვანთ. ახლა მხოლოდ მიღება ვისწავლოთ და ესეც საწყის დონეზე, რომ ძალიან დიდი ვიდეო არ გამოვიდეს და შემდეგ დავხვეწოთ რა. თავარი რაც არის ჩვენ PHP კოდიდან უნდა შევძლოთ MySQL-ის ბაზასთან დაკავშირება. ამისთვის გეტყვით რა პროცედურებია საჭირო, მანამდე შევქმნი რაღაც ფაილს უბრალოდ პირობითად დავარქმევ იუზერებს, იმიტომ არა რომ ბაზას ქვია იუზერები, უბრალოდ ეს იქნება გვერდი, სადაც მოხმარებლების სახელი და გვარები დაიწერება. ნუ მოდით სატესტოთ. ასე რაღაც ტესტ გამოვიტანოთ რა, header-ში დავამატოთ ეს. ესე იგი a და users PHP. და ნუ მოხმარებლები თქვათ რა, მოხმარებლები იყოს, ნუ რეგისტრაციამდე ჩავსვავ ასე headers-ში. ანუ ამით ისეთი არაფერი არ გამიკეთებია, აქაც როგორც გითხარით users ისე უბრალოდ დავარქვი ფაილს და არა იმიტომ რომ აქ ქვია თქვათ ცხრილს რა. ნუ აქ არის, აი ნახეთ, მომხმარებლები, გადავალ და მოკლედ აი ტესტს დაიწერა, ესე იგი ეს გვერდი მაქვს, სადაც შემიძლია კოდის წერა დავიწყო. ახლა მე მინდა როგორც გითხარით, ამ მონაცემთა ბაზასთან კავშირი, ანუ ნახეთ, ამ PHP tutorial მაინტერესებს. ეს არის მონაცემთა ბაზა და ცხრილს მე შევეხები რა, ცხრილი შეიძლება აქ 1000 მქონდეს მე. ანუ ახლა რომ მარტო იუზერები მაქვს. ეგ მეორე ხარისხოვანია. თავარია მონაცემთა ბაზასთან მოვახდინო კავშირი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პრივილეგიებში გადასვლა და აქ არის მოხმარებლები, აი root მოხმარებელია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ მოდი ჩვენ ახალი მოხმარებელი შევქმნათ. ნახეთ, add user account. ჩვენი მოხმარებელი იქნება. აი admin-ი შეგვიძლია დავარქვათ, ან რაც გვინდა ის შეგვიძლია დავარქვათ. მაგალითად, აი coding-ს დავარქმევ. coding. ოღონდ ეს უნდა დავიმახსოვროთ, მოდით text file-ს გავხსნი. ნუ დავიმახსოვროთ, რომ რა იქ ეწერება, მაგრამ მაინც ჩავწეროთ რა. coding-ი და აი პაროლი არის აუცილებლად დასამახსოვრებელი. პაროლში, ნუ მოდით მარტივ პაროლს შევიყვან. 123 იყოს. და აქ ჰოსტად მიუთითოთ ლოკალური ჰოსტი. ანუ ეს ჩვენი PHP კოდი, რადგან ლოკალურად არის რა, localhost-ია. ამიტომ მიუთით. სხვა ნახეთ ახლა აქ მეტი არაფერი არ მჭირდება ისეთი. ნუ პაროლის გამეორება მჭირდება აქ. აი პაროლი შევიყვანე აქ პაროლის გამეორება მინდა 123 და ნახეთ აქ არის პრივილეგიები, რაც შეიძლება მოხმარებელს ჰქონდეს. ანუ მაგალითად მარტივი რაც არის მონაცემთა ბაზაში ჩაწერა, ამოღება მონაცემების ჩაწერა, წაშლა და სხვადასხვა დამატებითი ოპერაციები. ამ შემთხვევაში ნუ მე ყველაფერს მოვუნიშნავ და მექნება რა ყველა პრივილეგია ამ მოხმარებელზე, რომელიც მე შევქმენი. ესე იგი, მოხმარებელი შევქმენი სახელი coding-ი ლოკალურად და ნუ პაროლი 123 შევიყვანე. ნუ არ ამგონია დამავიწყდეს, მაგრამ მაინც 123. და ნუ ესეც დამჭირდება პრინციპში, რომ localhost-ი არის. და რაში დამჭირდება ნახავთ. ესე იგი, დავაჭიროთ goes და შეიქმნება, ნახა ამის შენახვა არ მინდა. შეიქმნა ახალი იუზერი, ახლა გადავალ user account-ებს დავაჭერ და აქ ვნახავ, რომ იქნება აი coding-ი. localhost-ი
და ნუ აქ პაროლი თავისთავად არ ჩანს. და პრივილეგიები, ნუ ყველა აქვს რა, all პრივილეგია აწერია. all პრივილეგი. კარგით. მე კიდევ რა მჭირდება, ანუ მონაცემთა ბაზასთან კავშირისთვის მჭირდებოდა ეს users account-ი, ამის სახელი, ეს localhost-ი არის თუ რა არის და პაროლი. ასევე მჭირდება უბრალოდ რა თქმა უნდა ამ ბაზის სახელი, ანუ PHP tutorial, ხო არის ეს? ეს არის ბაზის სახელი და რა თქმა უნდა, როდესაც ბაზასთან კავშირი მინდა, შესაბამისი ბაზის კავშირიც მჭირდება. ანუ ბაზის სახელი მჭირდება. ახლა გადავიდეთ აქ, წავშალოთ ეს და დავიწყოთ კოდის წერა რა. PHP მოდი ცოტა გავადიდებ, კარგად რომ დაინახოთ. და აქ ნახეთ, აქ რაღაც შლად შევქმნი. მაგალითად cons დავარქმევ, ანუ connections რაღაც, იმიტომ რომ რაღაც დასაკავშირებლად მინდა ეს შლადი და ახლა ბაზასთან კავშირი და ბაზასთან მუშაობა სხვადასხვა გზით შეიძლება PHP-დან. მაგრამ მე გამოვიყენებ op გზას, ანუ რაც უკვე ჩვენ განვიხილეთ ეს კლასების გზა რა. ასეთ რამეს გამოვიყენებ. აქ ჩვენ იმიტომ ვისწავლეთ, თქვათ, user კლასის შექმნა, რომ ახლა გამზადებულ კლასებთან მუშაობაც მივხვდეთ რა. ანუ ამ შემთხვევაში ეს user-მე შევქმნილი, გაგახსენებთ, მაგრამ გამოყენებისას უკვე ასე ვიძახებთ და სწორედ ასე ოღონო PHP class გამოვიყენებთ, ანუ ნახეთ new და ასეთი კლასი აქვს PHP-ის MySQL-ი, რომელსაც უნდა გადავცეთ პარამეტრები. ანუ როგორც ჩვენ კლასზე ვაკეთებდით. უბრალოდ ახლა ეს რადგან გამზადებული კლასია და როგორც გითხარით, ეს გზა არის ერთ-ერთი და ფიქრობ საკმაოდ კარგი გზა არის ყველთა შედარებითაც ბაზასთან კავშირისთვის. აქ ამას აქვს სპეციალური პარამეტრები. ეს პარამეტრები არის რა? პირველ რიგში პირველი არის უბრალოდ ჩამოვწერ, პირველი არის სერვერის სახელი, რაც ამას უნდა. მეორე ამას უნდა user-ი, ანუ მომხმარებელი. მესამე ამას უნდა პაროლი. და მეოთხე ამას უნდა ბაზის სახელი რა. ჩვენ აქ ყველაფერი გვაქვს, აი ესენი, ხო? მოდით აქ გადავაკოპირებ და ისე შევავსებ აქედან. ანუ სერვერის სახელი რა არის? სერვერის სახელი არის ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, localhost-ი. ანუ ეს. ამას რა თქმა უნდა, წყალებში გადავცემ, რადგან string-ია. შემდეგ რა უნდა? შემდეგ უნდა მომხმარებელი და მომხმარებელი არის კოდინგი. ნუ შეიძლება admin-ი ერქვას ან რაც გინდათ, ხო? შემდეგ უნდა პაროლი და პაროლი ჩვენ შემთხვევაში არის 123. ამას რა თქმა უნდა string-ად ბრწყალებში გადავცემ და ბოლო არის, ბოდიშით, დამეჭირა. ბოლო არის უკვე ბაზის სახელი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში PHP tutorial არის. ნუ რასაც დავარქმევდით ბაზის შექმნისას სახელს, იმას ჩავწერთ აქაც რა. ესე იგი, სერვერის სახელი, მომხმარებელი, პაროლი, ბაზის სახელი. ახლა ეს ავტომატურად გააკეთებს ბაზასთან კავშირს. მაგრამ მოდით if-ით შევამოწმოთ, ნუ რა თქმა უნდა ლათინურად დავწერ, თუ შედგა მონაცემთა ბაზასთან დაკავშირება. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ეს შლადი connect-ი გამოვიყენოთ და ამ შლადიდან მივიღოთ ასეთი რაღაც, აი მივმართოთ ამის connect errors, ნახეთ? connect error. ეს არის ჩათვალეთ შლადი, ეს connect error-ი, რომელიც აბრუნებს true-ს ან false რა. უпростоრად თუ ესე იგი connect error-ი იყო, ამ შემთხვევაში ტექსტიც კი დაბრუნდება რა, რისი ბრალი არის. ყოველ შემთხვევაში თუ connect error-ი არ იყო, აქ დაბრუნდება false-ი და else-ში გადავა და ანუ ამის else იქნება
რომ პრობლემა არ არის. ანუ რომ დაკავშირდა რა. ამის ელს იქნება ეს. ანუ დაკავშირდა, თქვათ, წარმატებით დაკავშირდა. ხოლო თუ ეს connect error-ი იყო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ შეტყობინება რა და თან მოდით გამოვიყენოთ ასეთი ფუნქცია die ქვია, აი ასე, ანუ exit-ის მსგავსია და exit-ი და ესეც აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ როდესაც ამას გავუშვებთ, კოდი ჩერდება რა, ამის ქვემოთ აღარ წავა, იმიტომ რომ პრობლემა მოხდა. თან ამას შეუძლია შეტყობინების გამოტანა რა. ანუ ნახეთ, პრობლემის მიზეზი თქვათ. ასე შემიძლია და ამის მერე შემიძლია წერტილით გადავაბა string-ი და ეს connect error-ი დავეჭდო. ესე იგი, ალბათ მიხვდით, თუ ამ if-ში შემოვიდა არის error-ი და შემდეგ მე ამით ვაჩერებ პროგრამას და თან წერო პრობლემის მიზეზი იქნება ეს error-ი, რასაც აქ დაწერს. მოდით ვნახოთ აბა ახლა რას გავაკეთებს. დაუკავშირდება თუ არა. აი ნახეთ, წარმატებით დაკავშირდა. ანუ პრობლემა არ იყო და else-ში გადავიდა. აი ნახეთ ახლა მე ვაკ პაროლი შევცვალო. 124 ანუ 1234 გადავცი. ამ შემთხვევაში ვერ უნდა დაუკავშირდეს და ნუ მართლაც ვერ დაუკავშირდა. და ნუ ფატალურ error-ზე გავიდა და ნუ პაროლის პრობლემა რომ არის დაწერა რა. ანუ ამ ფუნქციამ იმუშავა. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ეს ქართული ტექსტი აღარ გამოიტანა. პირდაპირ მხოლოდ ის პრობლემა დაწერა. კარგით, ამას არა უშავს, როგორც ჩანს. ამ ფუნქციის გამოყენება მე შეიძლება ის კარგად არ მცოდნია და ნუ მხოლოდ error-ი იყოს. ნუ ისედაც მხოლოდ error-ი გამოაქვს რა. კარგით, აქ ნახეთ ახლა დავაბრუნებ ეს სწორად უნდა გადავცეთ მოკლედ ყველაფერი იმისთვის რომ დაკავშირდეს, წარმატებით დაკავშირდა. და გავაგრძელოთ. ამის შემდეგ ესე იგი ჩვენ გვჭირდება ბრძანება რა. ბაზასთან დავაკავშირეთ, მაგრამ ახლა ჩვენ შეგვიძლია ბაზაში მონაცემების ჩაწერა, ამოღება, წაშლა, განახლება, ჩვენ კონკრეტულად რა გვინდა. აი ეს უნდა უთხრათ ბრძანებით. SQL ბრძანებები არსებობს და ამ ბრძანებით ვეტყვის თუ რა გვინდა. ამ ბრძანებისთვის მოდით შევქმნათ ცვლადი SQL-ს დავარქმევ და აქ რა თქმა უნდა string-ად დავწერ. ესე იგი აქ უნდა დაიწეროს ასეთი რაღაც. ბრძანება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ნახეთ აქ როდესაც აი PHP ტუტორიალს ავირჩევთ, user-ებში შეგვიძლია გადავიდეთ და აქ არის SQL. აი ასე წერია, აქ არის ნახეთ ბრძანებები select-ი, სხვადასხვა select-ია, insert-ი, update-ი, delete-ი. ჩვენ გვინდა შემთხვევაში select-ი ფიფქი, რას ნიშნავს select-ი ფიფქი არის? ფიფქი ნიშნავს ყველას რა. მოდით ამას წავშლი, აქ ეს არ არის საჭირო. აი ასე წავშლი და ნახეთ ეს რას ნიშნავს select, ანუ მონიშნე, ანუ წამოიღე, ფიფქი ნიშნავს ყველას, ანუ ყველა რას ნიშნავს. ამასაც გეტყვით რა. ყველაფერი წამოიღე from users, user-დან, რადგან user-ებში ვართ. აქ goes რო დავაჭერთ. ნახეთ, ცხრილი წამოიღო. ახლა PHP-ში ჩვენ ცხრილად თვითონ არ დაგვიხატავს, მაგრამ ამ მონაცემებს წამოიღებს. და ნახეთ, რა ისე თქვა მინდოდა. აქაც ჩანს რა, ეს query გაიშვა. ეს ფიფქი ნიშნავს, რომ ყველაფერი მოაქვს, ID-ც მოაქვს, full name-იც მოაქვს, Gmail-იც მოაქვს და parole-იც მოაქვს. მე ვნახავთ, თქვათ, მარტო სახელების წამოღება თუ გვინდა, ან მარტო მეილების წამოღება, ეგეც შეგვიძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ბრძანება გამოგვადგება რა.
აი ეს ბრძანება. ამიტომ შეგვიძლია ავდგეთ და ეს ბრძანება გადავიტანოთ ჩვენს კოდში, აი აქ SQL-ში. ნუ ეს შეგვიძლია წავუშალოთ ასე. პრობლემა არ არის, არ ჭირდება ამ შემთხვევაში და ეს ასე იმუშავებს რა, ან დამატებითი ბრწყალების გარეშეც. ესე იგი, ყველაფერი გვინდა წამოვიღოთ იუზერებიდან. ამის შემდეგ უკვე გვინდა ახალი ცვლადი, სადაც ვთქვათ რეზულტი დავარქვათ. სადაც ამ შედეგის მისაღებად გავუშვეთ ბრძანებას რა. აქ ობიექტი შევქმნით ამ კლასის. და ამას ექნება ასეთი ბრძანება, ასეთი ფუნქცია, query, ანუ ბრძანება გამოდის რა. ანუ რაღაც კოდი უნდა გადავცეთ ამას და ეს კოდი არის სწორედ ეს SQL-ის. აი ეს. ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენ ამ MySQL-ის კლასის დახმარებით, კლას გადავცემთ უბრალოდ ამ ბრძანებას, რასაც აქ ვწერთ და შესაბამისად უნდა მივიღოთ შედეგი რა, ყველა იუზერი. ჩვენ თუ ეს შედეგი მივიღეთ, დავწეროთ პირობა რა, if result, ანუ ეს შედეგი, ამ შედეგს ექნება სტრიქონების რაოდენობა რა და ამასაც ანუ ცვლადი აქვს რა. ანუ ეს ყველაფერი ნახეთ ობიექტის მერე ცვლადი ან ფუნქცია არის. ანუ ეს query ამ კლასის MySQL-ის გამზადებული ფუნქცია არის. ეს connect error-ი ამ MySQL-ის გამზადებული ცვლადია და ასევე result-ის აქ გამზადებული ცვლადი num row, რომელიც როგორც გითხარით სტრიქონების რაოდენობას გვაძლევს და თუ სტრიქონების რაოდენობა მეტია 0-ზე, ესე იგი მივიღეთ რა რაღაც მონაცემები. და ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავბეჭდოთ და თუ არა და მაშინ მონაცემები არ არის 0-ია, ანუ მაშინ მონაცემები 0 არის რა. ასე შეგვიძლია დავბეჭდოთ. ნუ სატესტოდ მოდით აქ დავწეროთ, რომ მონაცემები არის და მონაცემები მერე გამოვიტანოთ. ნახეთ. ნუ აქ ბიერი დაუწეროთ წინაზე. იმიტომ რომ ერთმანეთს გადაება. ესე იგი წარმატებით დაკავშირდა და მონაცემები არის. ანუ როგორც გითხარით, ესენი არის ცვლადები ამ ობიექტის მერე რაც იწერება, ან ფუნქციები, რომელიც გამზადებულია და ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ აქ კლასების გაკეთება რო ვისწავლეთ, ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება თქვათ, აი name, last name როგორც გვაქვს ჩვენ რა და რაღაც ფუნქცია print all date, ისი აქ თვითონ გამზადებული PHP-ს ამ MySQL კლასში ეს ფუნქციები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და რომელსაც თუ დავწერთ ცოტა არასწორად, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება რა. ეს ზუსტად ასე უნდა დაიწეროს, თორე აი ეს უკვე პრობლემა არის და შეცდომაზე გავა. ეს მათი გამზადებულია. თორე ეს ახლა რასაც ჩვენ ვაცხადებთ ამ ცვლადებს, ამ ცვლადების სახელების შეცვლა შეგვიძლია. კარგით, მოკლედ, მივიღეთ მონაცემები და ახლა გვინდა ჩვენ ამ მონაცემების დაწერა რა, სატესტოდ. ამისთვის while ციკლი უნდა გამოვიყენოთ და while ციკლში გავუშვებთ, აი rows გამოვაცხადებთ ცვლადს და ეს row ცვლადი უდრის ამ რეზულტის ისევ გამზადებულ ფუნქციას ვიყენებთ fetch 100-ს და რას ნიშნავს გეტყვით. ანუ while-ში ეს გაეშვება სვეტებად, რამდენი სვეტიც იქნება, იმდენი სვეტი გაეშვება ამ შედეგიდან
ფეთი ანუ წამოიღოს ასოციაციური მასივი რა, ასეთ რაღაცას აკეთებს ეს. ესე იგი ჩვენ რა მონაცემებიც გვაქვს ცხრილში ნახეთ. ხო გვაქვს ეს მონაცემები. ეს მონაცემები რო წამოიღოს ასოციაციური მასივის სახით, იმიტომ რომ აქ გითხრას რომ ID 1-ია, full name ეს არის, Gmail ეს არის, paroli ეს არის რა. კარგით. ჩვენ ახლა უბრალოდ დავბეჭდოთ ეს მონაცემები. ამისთვის საჭიროა ნახეთ ამ row-ს გამოყენება. იმიტომ რომ ამ row-ში არის ID-ც, first name-იც, უბრალოდ full name-იც და ყველაფერიც, ანუ ID, full name, Gmail, paroli არის იმ row-ში. მოდით ახლა ისინი გადავიტანოთ, დავბეჭდოთ. აქ დავწერ რაები მინდა, ანუ ID ხო მინდა. Full name, ანუ ვერ ვაკოპირებ ამას, ერთი ჭამით სტრუქტურაში გადავიდე. აი ნახეთ, აქედან დავაკოპირებ. ანუ ID მინდა, full name მინდა, Gmail მინდა და paroli მინდა რა. ერთი წამით. აი ეს. ეს რაღაცები მინდა, ეს 4 რაღაც მინდა რა. მოდით აქ დავწერ და გამოვიყენებ. ნუ paroli აქ მეგონი შესტომით მწერია, მაგრამ არა უშავს ეს ხო უბრალოდ შლადი არის. მოდით დავბეჭდოთ ახლა რა. echo და ნახეთ, შემიძლია ასეც დავწერო, რომ ID არის ეს და ასე შემდეგ რა, მაგრამ ნუ მოდით არ გვინდა ეგ. უბრალოდ გამოვიტანოთ მონაცემები. ID-ს გამოტანა ნუ მეზარება ახლა, ამიტომ გამოვიტან full names. ანუ row-ში, როგორც გითხარით, ასოციაციური მასივად რადგან არის, შემიძლია ორნაირად რა, რაც უკვე მასწავლი გვაქვს, აი შეგვიძლია ასეც full name მიუთითოთ და გამოიტანს full names. მერე წერტილით გადავაბათ, მოდით ასე დაშორებასაც გავუკეთებ. და გამოვიტან, მოდი ამას გადავაკოპირებ, ოღონდ full name-ის მაგირად დავწერ Gmail-ს. და ანალოგიურად, აქ ასე ისევ დაშორებას გავუკეთებ. ასე დაშორება იყოს და parol-ზეც იგივეს გავაკეთებ რა. მოდი ვნახოთ რა გამოვა. ანუ ამ row-ში როგორც გითხარით, მონაცემები უნდა მივიღოთ ცხრილიდან ასოციაციური მასივით და შესაბამისად ამ row-ს ყველა იმაზე რა, სტრიქონზე სახელი გვარი, მეილი და parolები უნდა გამოვიდეს. ნახოთ რა გამოვიდა. აქ ახლა ბიერებით ვარ დავუწერეთ, ცოტა გაგვიჭირდება, ამიტომ ბოლოში გავუწეროთ ამასაც ბიერი. ნუ ეს შეგვიძლია ცხრილის სახითაც გამოვიტანოთ, მაგრამ ეს ცხრილის სახით გამოტანა მერე ვნახოთ რა. ამ შემთხვევაში ნახეთ გიორგი ენუქიძე, მეილი და ეს რა არის? ბოლო არის. parolები, ხო? ბოლო არის paroli, კი ბატონო. parolიც კი გამოვიტანეთ, ესე იგი. სახელი გვარი, მეილი, paroli, სახელი გვარი, მეილი, paroli. ანუ ჩვენ ახლა PHP-ში მივიღეთ აქედან აი ეს მონაცემები. ახლა ეს ძალიან საწყისად გაჩვენეთ. მცირე კოდი დავწერე, მაგრამ არ ვიცი, ვიდეო მე მგონი საკმაოდ დიდი გამოვიდა. ახსნაც იმედია გასაგები იყო. შეიძლება მეც ცოტა გამიჭირდა, რადგან დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია. ამიტომ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, აუცილებლად დამიკომენტარეთ. ან მომწერეთ და მე დაგეხმარებით, ან გამოვასწორებ შემდეგ ვიდეოებში თუ რამე შენიშვნა ან რჩევა გექნებათ. ახლა მადლობა ყურადღებისთვის, როგორც გითხარით, შემდეგ ვიდეოში ამ კოდს უფრო დავხვეწავთ,
მონაცემების წამოღებაზეც მეც გასავლით და მერე ჩასმაზე, წაშლაზე და განახლებაზეც გადავალთ რა. მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ რამე კითხვა გაქვთ, მოვწერეთ ან დამიკომენტარეთ. ნახვამდის.